babam yüzünden hep. მამა ჩემის გამო დავქორწინდით. ნერვიულობდა იმ სახლში რომ ცხოვრობდი. ჩემი და ჯიმშიტის ურთიერთობა ისეთი არ არის როგორიც გონია. თუ ასია ახლავე გაშორდი ასია მოდი ერთად ვიცხოვროთ როგორც ადრე სახლი მოუძებნოთ და სამივე იქ ვიცხოვროთ ილიას ამ ყველაფრის შემდეგ შენთან ერთად როგორ ვიცხოვრო ასია ამერიდან იმას გავაკეთებ რასაც მოინდომებ გპირდები ნახოთ დავიბრუნებთ თუ არა იმას რაც დაგვართვეს ამის დაჯერება იული არ არის ადამიანმა ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას არა თან მეხსიერება არ დამიკარგავს ყველაფერი მახსოვს სამწუხაროდ რაც მოხდა მახსოვს ასე ადრე რატომ ავდექით? შენ ხომ მაღაზიაში ასე ადრე არ მიდიხარ ხოლმე? ღმერთო ჩემო. კედლებსაც ყურები აქვთ აიჩა. არ მინდა იფექი ამაზე მეტად გაბრაზდეს. ვისაუზმოთ მომემზადო და წავიდეთ ვიდრე არ ვიმხედავს. რადგან ასეა, ისახლი იქირავე. კარი ჩავკეტოთ და იქ დავსხდეთ. ხალხში არ გამოვჩნდეთ. მიდი ოსმან გთხოვ, წადი და ისახლი იქირავე, რომელიც მომეწონა. რა თქმა უნდა, ახლავე ვიქირავებ. კიდევ რა გინდა? შემდეგ იფექი მოვა და ორივეს თავს აგვაცლის. იცი რომ სასტუმროში სხვა გზით მოვედი, კვალი რომ დამიფარა. იმიტომ რომ შიშა რა ხარ. ქალმა ჩანთიდან ხელსახოცი ამოიღო და შიშისგან კინაღა მოკვდი. თან გაშორდით, რა უფლება აქვს შენ ცხოვრებაში რომ ერევა? არ ვიცი. იფექს ნუ უსმენ, შეშლილია. ნუ უსმენ, ფული არ მაქვს, გესმის? არ მაქვს. მომისმინე, ჩემთან დროს ტყუილად კარგავ. ფული საერთოდ არ მაქვს. შენი ფული რა შემჭირდება? მე მიყვარ ხარ. არც ოთახშია. არ არის? ქვემოთ ნახე? ნახავ. იფეკ? იფეკ. იფეკ? იფეკ. იფეკ. ბაჰათინ. 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 რა მოხდა? ჩემი იარაღი.
არ არის. ჩემი იარაღი აიღო? ღმერთო რა უბედურებაა. არ ვარ, მამა, არ ვარ. ყველათ უნდა მირეკავთ. ზაფერ, ადექი გვაგვიანდება. ადექი. შენ წადი. რას ამბობ? სამსახურში არ წახვალ? არა. მთელი ღამე არ მიძინია. უთხარი რომ ავადვარ. უსტაფა. არავის უთხრა რომ აქ ვარ. უთხარი რომ ნივთები ჩავალაგე და წავედი. ნერმინზე ლაპარაკი არ მინდა. უკვე მომბეზრდა. მამა ჩემად დარეკა. ალბათ მთელი განყოფილება ფეხზე დააყენა. კომისარიც მამა ჩემივით მეკცევა. ვერც ვერ გადაურჩები. არავის უნდა რომ ბედნიერი ვიყო. ყველა წინააღმდეგია. ყველა წინააღმდეგია. ღმერთო გონება გაუნათია მიდიოც. ესეც იგივეს ამბობს. გამარჯობა. დილომში და ბისა. როგორ ხარ? ბატონო ჯიმშიტი სად არის უკვე ადგა? ალბათ კარგად არის ადრე წავიდა. ჩაიც არ დაულევია. შენ როგორ ხარ? რა დაგემართა? მინდა ბილობა მომცა. მითხრა თუ გინდა გავშორდეთ. ასე მითხრა. რას აპირებ? არ მინდა თვითად ვიქცე. მითხრა. საშინელებაა, როცა თავი მძევალი გონია. ცხადია ამ სიტუაციას ისიც განიცდის. ყველაფერი წარსულში დარჩეს. ბატონმა ჯიმშიტმა იცის, რომ მხოლოდ კარგი საქციელი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქალის გული დაიფხრო. ჩემი გულის დაპყრობას არ ცდილობს. შესანიშნავად იცის, ვისაც ეკუთვნის. რა მნიშვნელობა აქვს ვის ეკუთვნის? თავარია ხელფეხი შენ გეკუთვნის. ავად მყოფს საუზმე მოუმზადეთ. მე კი მანამდე მუშებს შევაომწმებ და აწუთში მოვალ. იმედი ამ მშვიდობაა. მამა ბაჰათინ, მოგძანდი. შვილო, ორი ყავა მოგვიტანეს, რაბათ, არა, არ გინდა. სადი და შენ საქმეს მიხედე, მიდი შვილო, მიდი. მიდი. რა მოხდა? იმედია, ცუდი არაფერი მოხდა. ასჯერ გაგაფრთხილე. მაგრამ მაინც ის გააკეთე, რაც გინდოდა. მამა ბაჰათინ, დიდ პატივს ხსენ, მაგრამ როგორც უცოლო მამაკაცი. მოიცა. გაჩერდი. ნორჩი ლაპარაკს. ნორჩი. უსიცხულო, დღეს დილით იფექი დაიკარგა, უფრო მეტიც. ჩემი იარაღი წაიღო. რა? იარაღი? შეიარაღებულია? ჩემთვის სულ ერთია თუ მოკვდები. მაგრამ მეშინია, რომ ადამიანად ჩაგთვლიან და ამის გამო ჩემს ქალიშვილს დაჭიან. ყურადღებით იყავი. საკუთარ სიცოცხლეს გაუმფრთხილდი, რადგან საფრთხეში ხარ. ილოცე, რომ შვილი შენზე ადრე ვიპოვო. გასაგებია? ილოცე. რა თქმა უნდა. რა მოხდა? შენგან რა უნდათ? რას გთხოვენ? მომისმინე? თავს წაგაძრობ, გესმის? თავს წაგაძრობ. მოდი აქ, დამშვიდი, მოდი. შეშლილია? ოსმან. სააგენტოში წავიდეთ. სახლი ვიქირაოთ, სანამ ვინმემ დაგვასწრო. აიჩა, თავი დამანებე, თუ ღმერთი გწამს. რა სახლი, რა სააგენტო? ჯოშკუნ, კართან დადექი. იფექი თუ გამოჩნდება, მაშინ შემატყობინე, მიდი. იფექი? რა ხდება?
პრობლემები გვაქვს, აიჩე, პრობლემები. იფეკმა მამამისის იარაღი აიღო და სახლიდან წავიდა. არ მომეშვება, მომკლავს, გესმის? მორჩა. წავედით. სწრაფად. ღმერთო მიშველე. წავედით. ეს კი სახლზე და სააგენტოზე მოლაპარაკება. წამოდი, სწრაფად. ძმაო, კლიენტების მომსახურება ჩვენი მუშაობის ხარისხზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის. ბოლოს სახელოსნოები ყველგანაა. თავარია მუდმივი კლიენტები გვყავდეთ. უხეშად არ უნდა მოვიქცეთ. კლიენტებს მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უნდა უთხრათ. ყველაფერი გასაგებია. მართლა. ეს როგორ იქნება? ჩემგან გულთბილ საუბარს ნუელი. ჭერმეტყველი არასდროს ყოფილ ვარ. ეს არ მომთხოვო. ნახოთ, ძმაო, ნახოთ. ძმაო, მაგას მე მივხედავ, არ ინერვიულო. კლიენტებს მე დაველაპარაკები და ყველაფერი კარგად იქნება. ხო და ელოდე მისგან დახმარებას. კლიენტებთან ლაპარაკის მეც არაფერს გააკეთებს. პატრონმა თახირმა კი უნდა იმუშაოს. ძმაო, რას ამბობ? კარგი, მიდი, ძმაო. გუშინ მე და ჯემი ომერს ველაპარაკეთ. მითხრა ყველაფერი ფულის გამო გავაკეთე, მაგრამ თქვენ გარდა არავინ მყავსა. სასოწარკვეთილი იყო. მერე რომ სიტუაცია ასეთია. ომერზე ნაწყენი ვარ გაბრაზებული, მაგრამ მეორე შანსი მაინც მივეცი. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ძმაო, მაგრამ მე იგივეს არ ვისამ. არასდროს ვაპატიებ. კარგი, გეთანხმები, ომერი ჩემთვისაც არ არსებობს, მაგრამ ასე თუ ისე ბავშვობის მეგობარია. ახლა თუ მივატოვებ, უფსკვლში გადაიჩეხება. ადამიანის დაკარგვა იოლია. ეს არ მომწონს. ასეთი რამ არ მიყვარს. არ შემხდეს, თვალით არ დამენახოს. იჯდეს თავისთვის კუთხეში, მოტოსკოლაში ან კაფეში. რა სიტყვი? არ ვიცი, მაგრამ თვალით არ დამენახოს. და კიდევ 500,000 ლირა მოგცა. მითხრა, იმიტომ ავიღე, რომ შენთვის ოჯახი დამენგრია, მაგრამ არ მჭირდება და გიბრუნებთო. ახლა ამ ფულით კარგ საქმეებს გავაკეთებთ. რამდენ ხანს დამემალებით? სად მივდივართ? საიდუმლოა, ვერ გეტყვი, კედლებსაც ყურები აქვთ. ოსმან, აქ რატომ ვრჩებით? თავად ამბობდი, წასვლა მინდაო. გაყიდე რაც გაქვს და მარმარისში გადავიდეთ, ბოდრუმში, ან სადმე სხვაგან. ასე ვერავინ გვიპოვის და ვალიც აღარ გიქნება. გონი მართლა ვერ ხვდები, აიჩა. ხელცარიელი დავრჩი უფულოდ. გასაყიდი არაფერი მაქვს, გესმის? არაფერი. მაპატიო, ოსმან, დამავიწყდა. როგორ არის? ცოტა მოწყენილია. ნერვიულობს. საუზმე მოვუმზადე, მაგრამ უარი თქვა. არ უნდა. ძალიან გახდა. არ ვიცი როგორ მოვიქცე. კარგი, საუზმე მოიტანე. მე ვაჭმევ. დილამშვიდობის. მომეცი?
არ გინდა, მაგრამ უნდა ჭამო. ასე არ შეიძლება. დაგვიჯერე. ვერ გამოჯამთილდები თუ არ შეჭამ. მიდი. შენი ექიმი ჩვენზე ბრაზობს. ამბობს, რომ არ გივლით. კარგი. მიდი ჭამე. ცოტა ყველი შეჭამე. ჰელენ, თუ ისევ სპექტაკლს თამაშობ, არ ვიცი რას გავაკეთებ. დალი. მართლა ასეთი ცუდი ვარ? ბატონი ომერი სულ მიბრასდება. ხო. შენ ასე არ მეკცევი. მან დამარტყა. ხო, დამარტყა. თუ არ დალევ მეც გაგიბრაზდები, გესმის? ოჩახ. არაფერზე იფიქრო გარდა საკუთარი ჯანმრთელობისა. კარგად ჭამე. წამლები დალიე და დაისვენე. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო. ახლა პომიდორი ჭამე.